ჭირმა თავი მალა და ვერ დამალაო. ცოდვა გამხელილი შობს. დიახ, ჩვენ შორის არიან ისეთი მგლები, რომლებიც მე ვიტყოდი, არათუ მღვდლის წოდებას ადამიან ესე იგი გრიგოლ ღვთისმეტყველთა ივანე ოქროპირთან ერთად ვიტყვი, ძალიან ძნელია ზოგიერთზე თქვა, რომ ის ადამიანიაო და არ დაგავიწყებს ნეობის მასწავლებელი ამბობს ამას. და ყველა ამ სიმართლისთვის იყო რომ გამოაძევეს და აქ აღესრულა მოწამებრივად საქართველოში, მაგრამ ვინც მასდებდნენ ცოცხლად დაუწყდნენ, როგორც ივანე ოქროპირის ხორბელიცი და მისი სხეულიც კი არ გაიხსნა, როცა 38 წლის შემდეგ გახსნეს ყომაში აფხაზეთში, საქართველოში, მისი სამარი და ვერ ამოასვენეს, ვიდრე შენდობა იმ მეფე დედოფლის აკადისა და მისი ცოლის სახელი და თავის სახელით შენდობა არ სწოლა ივანე ოქროპი. და დაიწყეს შეკრება. მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი, მე თვითონ მამა ნიკოლოზის პიროვნებას არ ვეხები. ფაქტს აღნიშნ, კონსტატირებას უკეთებ, თორე თუ საჭირო ჩავთვლი, ამ პიროვნებასაც შევეხები, ალბათ თუ კარგად, როგორც საჭიროება იქნება. და როგორც ის იმსახურებს, ეგ იქნება თუ სხვა იქნება. ასევე მამა გიორგი ბასილაძესთან დაიწყო რაღაც დაჯგუფებების შეკრება და სხვადასხვა. ჩემი ღრმა რწმენით, მამა გიორგი ბასილაძე სიცოცხლის ბოლო წლებში, ბოლო თვეებში განსაკუთრებით, იყო ხიბლში. მაგრამ წმინდანი ციფრას ნიშნავს. ხისკაცი მოვა განგვიმარდავს და ვიწინასწარმეტყველებს ყველაფერს. წმინდა ამბიონზე ჩაერთა მოიწვია მამა გიორგი ბასილაძე. თქვენი ციფრი საკარი ახლა ისე როგორც მამა გაბრი. მაგრამ ჩვენ ხომ ამას ვერ ვხედავთ. რატომ ლიბრი ვაკრია გონების ძალზე ჩვენი ცოდნებისა და უგულისხმობის და სიზარმა აი ივანე ოქროპირის ვახშებს თემატებში და თავის მახილებელი ხადაგებში ახსენებს უდარდელობას, უზრუნველობას მოწმებრებისას. ეს იყო მაშინ, ეს არის განსაკუთრებულად დღეს. ხრმის როგორც ჩერტიტი ეს უდარდელობა და მცონარება სიზარმაზე თანამედროვე მრევლს. ბევრი ოცნებობს რომ ის სონდება. ასე არა, აი მომწმებს მამაგიორი. როგორც სონდებიან ასეთი წალებში მოწმეები. არ არსებობს მოწმის მამა გიორგი რომ ჩერტის მისაღები არ იყოს. მისი სიტყვა და ცხოვრება მე აქედან მოვიყვანდი, ახლა წელი მას დავიკითხავდი, როგორ აფიქრობ თქვენ? რადგან ჩვენ ვიცით რომ ივერის ყოვლადმი და ფიშობელთან ერთად ათოლიციდან დაიძრება ბევრი ღირსი და ღმერთშემოსილი მამა. ჩვენთან საქართველოში ისეთი მამები დასწებიან და როგორიც არის ჩვენი მამა გაბრიელი, გნებავს ლევანდელი მამა გიორგი და მრავალი სხვანი მოძღვარი თუ სხვა. მამა გიორგი ბასილაძესთან დაიწყო რაღაც დაჯგუფებების შეკრება და სხვადასხვა. ჩემი ღრმა რწმენით, მამა გიორგი ბასილაძე სიცოცხლის ბოლო წლებში, ბოლო თვეებში განსაკუთრებით, იყო ხიბლში. მამა გიორგი ეკითხებიან ეს მოწმე ქალბატონები. პატრიარქის სრულ ქადაგებაში ხაზგასმული ახალი აზრი, კერძოდ საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებულ იქნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ? პასუხი. საქართველოს მეფე ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ განსაზღვრულ შანსს. არა ამათ მიერ. ქრისტე იესოსთან განსაზღვრულ შანსს. აგრძელებს მამა გიორგი პასუხს. ბოლოჯამის საქართველოს თვითკურთხეული მეფე ნაწილასწარმეტყველები არაერთი ქართველი წმინდანის მიერ. ქართველი წმინდანების მთელი თაობები იღწოდნენ და დღესაც იღწიან ერისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამი ასევე დიდი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში.
რამდენი რამეა გასაშიფრე. ერის ხელისუფალს, საეკლესიო ხელისუფალს რამდენადმე განსხვავებული ფუნქცია და დანიშნულება, თუმცა ორივე ერთად. ერთ საბოლოოდ თიმ საქმეს ემსახურება. ყოველ შემთხვევაში უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ არანაირი ეს კონგლომერატული ხელისუფლება, მარიონეტული, საპრეზიდენტო იქნება, საპარლამენტო თოჯინების თეატრი, ვერაფერს არწევს ვერ მოუტან ქართველებს. მაინც და მაინც არ დღევანდელ მიტინგებზე, წინა უწმინდა რევოლუციის დღეში არის მისი მეოთხე სიტყვა. ეხლა ისე კი არ გაიგო, ეკილობას აწმია ხელი და მოსაწონი ესენი არა, დღევანდელი ხელი. მე ყავაზე ადრეს მომობი. რისთვის დაიჭრილა და გაიჭარწოდნენ პეტრე-პავლეს ეკლესია. და რაც მამა იშვილი არის. მეც რას უნდა მოველოდე. ეგეც არ იყოს არანაირი რევოლუცია, სისხლიანი, უსხლო, ყვავილიანი თუ შოშანიანი არ არის ფისაფრის მოსაწონი. პირველი რევოლუციონერი ზეცაში ამბობს თერაპევტი იყო სატანა. ყველა რევოლუციონერი არის მისი მოწაფე. დღეს თავს იქებენ. რაც იციან ამ საწოდავლა უმეცრებმა და გონება შეზღუდულება, ეს არის უმძიმესი სოდვა ქრისტიანაში. რატო? აი მაგალითად დიონისი პავლეს მოციქულის მოსწაფე გვასწავლის. ადამიანები კი არ უნდა იღებდნენ ძალმომრეობით ხელისუფლებას, არამედ ღმერთი ანგელოსთან მიერ, რომელსაც ეწოდება თავრობა, წინასწარი თავრობა, საიდან ანგელოსის სახელიდან მოდის, არიან ასეთი დასს ანგელოსები, თავრობა მეორე წრეების ანგელოსები. უფლებანი. მე ვფიქრობ, დღევანდელ დღეს ასეთი პიროვნება, რომელსაც ძალობს უწინამძღვროს ქართველ ერს, დამაშვრალს ცილის სამებით, დევნით, ცრემლით, სისხლით, უსამართლობით, სიყალბით არის ბატონი ზვიად გამსახურდია. ფიქრობ, ჩემზედაც სულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ხელდასხმულია სამღვდელო ხიროტონით და ვიტყვი ამ სულიწმინდის მადლით, რომ ბატონი ზვიადი არის კურთხეული ღვთისაგან. მე მას პირადად პატივსემ პირველ ყოვლისა როგორც ქართველ პატრიოტს და შემდეგ როგორც კეთილგონიერ პოლიტიკოსსა და სახელმწიფოს მეთაურს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დღეს ადამიანი ავსებულია ღვაწლით, ზიზღით, ეგოიზმით, აპარტავნებით და ბუნებრივია, რომ მას ბევრი წინააღმდეგი ეყოლება. მე ღრმად ამბობს, რომ შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელი არის ღვთისაგან და მხედველობაში მოვცით, რომ დღეს საქართველოს ამოყვანა ამ ჯოჯოხეთიდან, რაც ქვია, რასაც ქმნის დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიური და ესე შემდეგ გარემო არის შეუძლებელი, დაუჯერებელი, მაგრამ ასევე დაუჯერებელი იყო ცოდვილი ნაზარეთიდან უფლის მოსვლა, მას წმინდა ქალაქი იერუსალიმიდან მოელოდა, მაგრამ ხსნა სწორედ ნაზარეთიდან მოვიდა. დაუჯერებელია, აბსურდულია საქართველოს გადარჩენა, მაგრამ საქართველო არათუ გადარჩება, არამედ გაბწყინდება. ამას ვაღადებენ ეკლესიის მამები და პირველ ყოვლისა მე ვიტყოდი რუსი მამები, წმინდა მამები და ამას ვაღადებს მსოფლიო ეკლესია. ჩვენ ღრმად ვწამს, თუნდაც ის ფაქტი, რომ კათოლიკოსმა აკურთხა ეროვნული პარლამენტის შექმნა და მეწოდება მისივე კურთხევით შენობა პარლამენტისა, უკვე ამაში გამოხატულია ღვთისნება, რომ ღმერთი ჩვენთან არის, მაგრამ ხომ გახსოვთ ცუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. მე ღრმად ვწამს, რომ საქართველო გაბწყინდება და ერთ-ერთი ქრისტეს მხედარი ამ გაბწყინებაში არის სწორედ ბატონის ზვიად გამსახურდია. უფალმა ღმერთმა არ მოაკლოს მადლი და ჭეშმარიტება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მეგობრებო, მოგმართავს ქაშვეთის ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი, უზენაეს საბჭოს დეპუტატი მამა არჩილ მინდიაშვილი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა. პირველ ყოვლისა ნება მომეცით ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სახელით მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. რომ დღევანდელ დღეს 9 აპრილს აღსდგა სამართლიანობა. ცხრა მოგეხსენებათ არის საკრალური მნიშვნელობის მქონე 9 ბუნების ანგელოს მოასწრებს. სწორედ აქ ამ ადგილას იყო აღმართული საქართველოს ანექსიამდე 21 წლამდე მთავარ ანგელოს მიქაელის ეკლესია, რომელიც არის მფარველი მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. მის უწმინდესობასთან ერთად სრულიად საქართველოს ეკლესია გილოცავს დღევანდელ დღეს და მას ღრმად წამს,
რომ საქართველო არათუ გადარჩება, თუმცა ეს შეიძლება აბსურდია დღევანდელი მსოფლიო მოვლენების კონტექსტში, არამედ ივერია გაბწყინდება. მათ შორის რუსი მამები, ისეთი მამები, როგორც იყვნენ სერაფიმ საროველი, უდიდესი მეოხი რუსული ეკლესიისა, ის როგორც ვთქვათ, იოანეს ზედაცნელი თუ დავით გარეშელი ქართული ეკლესიისთვის წინასწარმეტყველებდა და დაზენდა. ივერია არის ღვთისმშობლის პირველი მამული დედამიწაზე. ამიტომ ივერიას არ უწერია არც დაღუპვა და არც დასამარება. ივერია გაბწყინდება, ჭეშმარიტად გაბწყინდება. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იკავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ. პირველი რევოლუციონერი ზეცაში ამბობს სერაფიმ საკოლიკო სატანა. ყველა რევოლუციონერი არის მისი მოწაფე. დღეს თავს იქებენ. და იციან ამ საწოდავლა უმეცრებმა და გონება შეზღუდულება, რომ ეს არის უმძიმესი სოდვა ქრისტიანაში. კულმინაციამ პიკს 14 სექტემბრის საღამოს მიაღწია, როდესაც მოედანზე შეკრებილმა ხალხმა სახელმწიფო მეთაურს დაუჩოქა, რათა თანამდებობიდან არ გადამდგარიყო. შევარდნაძე თანამდებობაზე აღჭურვა. მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. კარგად იღავით ხმა ღვთისა და ხმა ერისა. ჩვენ ჯერ როგორც პავლე იტყოდა, შეუნაცვლა ჩვენი სარწმუნოებისა. როდესაც კბილები წამოგეძება, სულიერად ვაგობ, ამ მომტკიცდებით სულიერად. ხედავთ, სოფხედელობა გექნებათ მართლმადიდებლად, არა ისეთი, რომ ვიღაცა გამოგახუჭაში იმის რა, ვიღაცა ტელევიზიის გამო მასუსმენ. ესე არა. ჩვენ აგვაქვს გონება ქრისტეს. პავლე ამბობს, ჩვენ სამწუხარო ჯერ კიდევ არ აქვს გონება ქრისტეს. რომ ქრისტეს გონებით უჭვრიტოთ ყველა მოვლენას, გაანალიზოთ და გააკეთოთ სათანადო და სწორუპოვარი დასკვნები. ისე როგორც ავტორიტეტები უნდა იყვნენ ერთში. თუმცა ერის ხელისუფალს, საეკლესიო ხელისუფალს რამდენადმე განსხვავებული ფუნქცია და დანიშნულება, თუმცა ორივე ერთად. ერთ საბოლოოდ თიმ საქმეს ემსახურება. ყოველ შემთხვევაში უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ არანაირი ეს კონგლომერატული ხელისუფლება, მარიონეტული, საპრეზიდენტო იქნება, საპარლამენტო თოჯინების თეატრი, ვერასე წარსების ვერ მოუტან ქართველებს. მაინც და მაინც არ დღევანდელ მიტინგებზე, წინა წვიმიან რევოლუციის დღეში არის მისი მეოთხე სიტყვა. და რაც მამა იშვილი არის. მეც რას უნდა მოველოდე. ეგეც არ იყოს არანაირი რევოლუცია, სისხლიანი, უსხლო, ყვავილიანი თუ შოშანიანი არ არის ღვთისათვის მოსაწოდო. მამა გიორგი ბასილაძე ამბობდა, რომ არ ცდებობენ ჩვენ შორის ფარული წმინდანები. ეს ფიქრობ ბევრმა არასწორად გაიგო და დაიწყეს ზერნა ამ წმინდანების. გამოაცხადეს წიგნის კი გამოსცეს, სადაც ეს წმინდანები, რომელიც ჩვენ შორის არიან და თურმე ჩვენ ვერ ვიცნობთ ვინ არიან. მამა გიორგი ბასილაძე, ნიკოლოზ მაქარაშვილი, ოლარი ბელორუსი მღვდელი ერთი, ორი სამი ქართველი მღვდელი და ასე შემდეგ. მამა გიორგი ბასილაძის მოწაფე ერთი და ასე შემდეგ. და წარწერა როგორია ფოტოს? მადლმოსილი მღვდლები. ესე იგი, ეგენი არიან 7-8 კაცი მადლმოსილი, არც პატრიარქია მადლმოსილი, არც მღვდელმთავრები, არც მღვდლები, არც დიაკვნები, არც მოლოსნები, ყველა არის წარწმედილი. ეს 8 კაცი არის მადლმოსილი. აი, დაუფიქრებელმა ლაპარაკმა და რატა-რუტმა სადამდე მიიყვანა საქმე. ესენი იციან თუ არ იციან, ვინც ამ წიგნებს ემენ, ვინც კითხულობენ, ვინც ავრცელებენ, ვინც იზიარებენ ამ შეხედულებებს, არიან განხეთქილების მოქმედი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. აი, საუბარი აქვს, ვინ არიან მოქმედი წმინდანები. ხშირად კითხულობ პასუხს. ყველა მართალი მღვდელი არის წმინდანი. და მღვდელი რომელიც არ არის წმინდანი, ის არ არის მართალი მღვდელი. და ასე შემდეგ.
Thank you.